Ცაბათიაშვილი, რომელიც ანთროპოლოგიის პროფესორია, მაგრამ ამასთან თავისუფალი უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანიც. და მინდა ვისაუბროთ მოვლენებზე, რომელიც ამ ქვეყანაში განათლების სისტემას და სფეროს უკავშირდება, მაგრამ თავისთავად ეს რომ ერთი დიდი ზოგადი კონტექსტიდან ამოვარდნილი არა. ანუ თუ გინდა ტრანსფორმაცია საზოგადოების განათლების სისტემით უნდა დაიწყო, თუ გინდა დაანგრიოს საზოგადოებაში რაღაც ისეთი, რაზეც ახალი ააშენო, იქაც განათლების სისტემასთან მიდიხარ. ჩვენთან რაღაც მსგავსი ხდება, ზოგადად საზოგადოება ჩვენთან ერთად კიდევ რო განმარტოთ ანთროპოლოგია ზოგადად ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ, ასე ვთქვათ, მეცნიერება ორი სიტყვით რო ვთქვათ და რას შვება ქართული ოცნება, რას უშვება ქართულ საზოგადოებას და თქვენი აზრით რა მიზნები ამოძრავებს? მადლობა დიდი გადაცემაში მოწვევისთვის. მე ორად დავყოფდი, რას აკეთებს ქართული ოცნება, რომ განმარტო. ერთი არის სტრატეგია, სტრატეგიული ნაწილი და მეორე არის რანაირ ტაქტიკებს იყენებს ამაში. ეხლა სტრატეგიის, აი ჩვენ რო ვამბობთ ქართულ ოცნებაზე, რომ ეს რუსული ძალაა, ხანდახან მგონია, რომ ბოლომდე არ გვესმის ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რას აკეთებენ, უნებურად მაინც ამოვდივართ სახელმწიფოებრიობის დათქმიდან, რომ ესენი რაღაცას უკეთებენ ქვეყანას, რაღაცნაირი ქვეყანა უნდათ რომ შექმნან. მაგრამ რუსული სახელმწიფოებრიობის თუ ძერჟავის ტრადიცია, რომელიც შაბლონია მგონია ამათთვის, ისტორიულადაც და განსაკუთრებით პუტინის ძალაუფლების ფარგლებში ქვეყანას უყურებს არა როგორც ხალხს, რომელიც ტერიტორიული საზღვრებით არის შემოსაზღვრული, რომელსაც თავისი უნიკალური კულტურა გააჩნია და ის ფუნქციონირებს როგორც პოლიტიკური ერთობა, არამედ ქვეყანას უყურებს როგორც ტერიტორიას, რომელიც არის პოლიგონი ერთეულებისთვის, ძალაუფლების და დოვლათის ბროკერირებისთვის. აი ეს მოდელი ქვეყნის ძალიან განსხვავდება ქვეყნის იმ გაგებისგან, რომელიც ნორმატიულად ჩვენ გვაქვს თავში. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვფიქრობთ ქვეყანაზე, ვფიქრობთ ხალხზე, საზოგადოებაზე, წესრიგის ფორმაზე, იდეებზე, ღირებულებებზე, ასე შემდეგ, რომელიც ამ ყველაფერზე არის დაფუძნებული. ეხლა ის, რასაც ესენი აკეთებენ და ეს მოდელიც ნაწილი არის, რასაც ბევრი ეძახის ამ ახალ ავტორიტარიზმს, რომლის ეპოქაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და ახალ ბევრი ავტორი წერს ამაზე, მაგრამ ამ ახალი ავტორიტარიზმისთვის მახასიათებელი რამდენიმე ნიშანი არის. ერთი, რომ ის ძალადობრივი არის, მაგრამ თქვათ კლასიკური დიქტატურა ან ავტორიტარიზმისგან განსხვავებით, ის ამბობს, რომ ეს არის მმართველობის ფორმა, როცა მცირე ჯგუფი ძალადობს ბევრზე ხალხის სახელით. და ამით ის ინარჩუნებს ამ შირმას, რომ თითქოს არ არის ავტორიტარული. და ამისთვის მას სულ ჭირდება, ამიტომ ამ სიმულაციის კულტივირება, რომ არსებობს ბევრი ხალხი, რომელიც მის მხარეზეა და მის ხედვას იზიარებს. ქართული ოცნება აი ამ მოდელს კიდევ ფუთავს იმ გეოპოლიტიკურ რაღაცა ნარატივში, რომელსაც ის გვთავაზობს დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ძალიან ბევრ ბუნდოვანებას გულისხმობს, ხო? და ამ ბუნდოვანებაში არის, რომ მე ის აშენებს კონსპირაციის თეორიებს, deep state-ის, გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ. აი ამ ბევრზე ძალადობას ხალხის სახელით, ხო, თავისი ინსტრუმენტები ჭირდება. ერთი ჭირდება მუდმივად ამ სიმულაციის შექმნა, რომ პოლარიზებული არის ქვეყანა. ოღონდ რომ ერთ მხარეს არის ცოტა და აგენტები და ქვეყნის გამყიდველები და მეორე მხარეს არის ბევრი ხალხი, რომლის საკეთილდღეოთაც რაღაცებს აკეთებს სახელმწიფო. მაგრამ ეს საბოტაჟებს უწყობენ ეს ცოტა და აგენტები და მოსყიდული ხალხი. ხა ეს ძალიან კარგად
ერგება ჩვენ ნაციონალურ ნარატივსაც და ამიტომ მუშაობს ესე კარგად ქართული ოცნების პროპაგანდა ჩვენ შემთხვევაში. ამიტომ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი არის საინფორმაციო ომის წარმოება და საინფორმაციო ომს ის იგებს მუდმივად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ იდეაში მე ვფიქრობ, რომ ამ საინფორმაციო ბრძოლაში ჯერ არც შევსულ ვართ და მოგება არ დაგვიწყია, იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან გამართული მეთოდური და კონსისტენტური ნარატივები და ამის გამხმოვანებლები და ჩვენ არა გვაქვს. აქეთ ხარეს არ არის ეს ნარატივი, ესეთი მდგრადი და მათემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ყველაზე ბოლო ხანებში აქტუალურ დებატებთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაყურებელს აინტერესებს. ოდნავ მოგვიანებით კითხავთ, მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ ამ ქვეყნისთვის მისი ეროვნული იდენტობისა და ეროვნული მეხსიერების მათ შორის ყველაზე მწვავე და რეაგირებადი წესით თემებზე ისინი არ ფეთქდებიან, ან უბრალოდ რო ვთქვათ, ის შედეგი არ დგება ხოლმე, რომელიც აი სხვა შემთხვევაში ნებისმიერ თუნდაც წინა ხელისუფლების პერიოდში ან იმის წინაშე აუცილებლად დადგებოდა ეს შედეგები. ამის მაგალითი არის გასულ კვირას არა მარტო ირანის ისლამური რევოლუციის აღნიშვნა და დროშის ფერებში დაწმინდის ანძის, ასე ვთქვათ, გამოყენება, არამედ აი ეს ცნობილი ამბავი, სრულიად წარმოუდგენელი რამ, ერთი შეხედვით, როდესაც მოსაწვევებს გამოეხმაურა ოფიციალური პირები იყვნენ მისულები იქ, სადაც წერია, რომ 4-10 წლის წინ ქართველების ირანში ჩასვლის ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, აბა გიწევთ ვიზეიმოთ ერთად დღესასწაული აღნიშნოთ, თუ ლაპარაკი არის ქართველების დღევანდელი ტერმინოლოგიით გენოციდის აღნიშნულ თარიღზე, ხო? იძულებითი დეპორტაციით, ათეულათასობით გადასახლებული ადამიანი, გზაში დახუცილი უამრავი ქართველი. ანუ თუ კი რამე ჩვენ გვახსენდება ისტორიიდან, რაც კი ვასწავლეს, სასკოლო დონეზეც კი ან ფილმების დონეზეც, ხო, შაჰაბასი და კახეთის აოხრება არის ერთ-ერთი მთავარი, არა, რომელიც აი ამ ტკივილს მუდმივად აახლებს და ასე შემდეგ. რა არის ამისთანა ეს ქართული ოცნების თუნდაც ეს პროპაგანდისტული მექანიზმი, მანქანა, მის მიერ ასე ვთქვათ, დაზომბირებული საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც ასეთ შეცდომა დავარქვათ ამას თუ შეგნებულ ნაბიჯზეც ისე არ რეაგირებს, როგორც ირეაგირებდა და ურეაგირია სხვა გაცილებით შეუდარებლად მცირე შეცდომების ან რაღაც დანაშაულების შემთხვევაში. ხო, არ ვიცი მაგაზე სხვადასხვა პასუხი მაქვს თუ არა, მაგრამ ძალიან ურთიერთდახშული საინფორმაციო ველები გვაქვს ჩვენ, ანუ ის ხალხი, ვინც რეაგირებს ამაზე, უკვე იმდენ რამეზე რეაგირებს, რომ ვეღარ ეწევა, რაზე რეაგირება შეიძლება მოახდინოს და აი ეს ახალგაზრდებშიც არის ეს გადაღლის განცდა და ანუ აფეთქება ხდება მაშინ, როცა გაქვს განცდა, რომ მე ამ აფეთქებას რაღაც შეიძლება მოყვეს და ჩვენ ახლა მე მგონი არა, ანუ ადამიანების უმეტესობას ვინც პროტესტში არის, ან ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგ არის, ეს განცდა არ აქვს და მეორე ნაწილამდე არ ვიცი ზუსტად აღწევს თუ არა ეს ინფორმაცია საერთოდ ისეთნაირად, რომ რეაგირება მოახდინონ, თქვა საჯაროდ. მაგრამ მე მგონია, რომ ეს ილექება და რაღაცა მომენტი დადგება, როცა ყველაფერი ერთად იბუდგებს. ხოდეშ თქვენივე არხზე ვნახე ეს სიუჟეტი, რომელიც მანქანების კანონს ეხებოდა, მაგრამ იქ თქვათ, აი დაშლილებში რო ადამიანები არიან და ელიავაზე რომ მუშაობენ, მათ პასუხებშიც იგრძნობოდა ეს შეკავებული ბრაზი, რომელიც რაღაც მომენტში აუცილებლად რაღაცაზე იფეთქებს. ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ჩვენი მეხსიერების ნარატივი რაღაცნაირი ორმაგობა ახასიათებს და თავისებურ მოდელს ქმნის ძალაუფლება, როგორი შეიძლება იყოს, ანუ რა არის დასაშვები. ანუ ერთის მხრივ ჩვენი ისტორიული მეხსიერება ქმნის ამ დაუმორჩილებელი უბატონო ქართველის მოდელს, რომელიც ჩემი აზრით წინაპირობა არის ამ დემოკრატიული და ლიბერალური დემოკრატიისკენ ლტოლვის, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია და ამ წინააღმდეგობისაც, რომელსაც ის მუდმივად წევს ყველანაირი რეპრესიის წინააღმდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ჩვენი მოდელი არის მაგალითად დავით აღმაშენებლის საქართველო, რომელშიც საკვანძო ანუ დავით აღმაშენებელს როგორც მოდელ სიმბოლოს ძალაუფლებისა, რომელმაც ქვეყანა გააერთიანა და უძლიერესი სახელმწიფოს შექმნა, ამ მის შესახებ ნარატივის
კვანძი არის დგას ამ ძალაუფლების აბსოლუტიზმზე, რომელიც ხორციელდება მაშინ, როცა ის მოღალატეებს სამაგალითოდ დასჯის. და ამიტომ ეს რაღაცნაირ წინააღმდეგობრივ მოდელსაც ქმნის, რა არის დასაშვები, რომ ხელისუფალმა აკეთოს. მაგრამ მე მგონი, რომ ამას ძალიან კარგად იყენებს ქართული ოცნება, იმიტომ აპელირებს ხო, სულ ამ საბოტაჟზე, მოღალატეებზე, ასე შემდეგ და სანამ თუ შენ აჯერებ ხალხს ამაში, რომ ესენი ვიღაცები მოღალატეები არიან, ვინც შეიძლება სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, განათლებისთვის იბრძვის, ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, ხო? იქამდე რაღაცნაირად ლეგიტიმაცია გეძლევა, რომ სარზე გაცვა ესენი. ანუ ყველაზე ბრუტალური აქტითაც კი დასაჯო. თუმცა თქვენს დააკვირდებით, რომ დავით აღმაშენებელი არ არის ამათი საყვარელი მეფე და ნარატივის სიმბოლო ამ გაგებით, იმიტომ რომ თუ კი რამესთან ასოცირდება თავად დავით აღმაშენებლის მიღწევები, დაწყებული არაბების საქართველოსთან განდევნი, გაგრძელებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სახელმწიფოს ჩამოყალიბების, განმტკიცების, განათლების შემოტანის, დასავლეთთან კავშირების, ჯვაროსნებთან, ანუ თანამედროვე ნატოსთან და ზოგადად დასავლურ სამხედრო პოლიტიკურ კულტურულ კოალიციებთან ურთიერთობის, იმის სრულად საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიან ესენი. ხანდახან აწვეთებენ ხოლმე დავით აღმაშენებელი რო ეხლა აქ იყოს პაპუაშვილს უთქვა, ანუ არის ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ოცნებებს ვასრულებთ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებს ანადგურებენ. ხო, ესე ყველაფერს იტყვიან. მაგრამ ერეკლე მეორეს ციტირებენ ხოლმე უფრო ხშირად. რომ ამაზე რატო არ რეაგირებს? თქვენ ერთ-ერთი მიზეზი ახსენეთ უკვე და მინდა რომ იმას უფრო ჩაუღრმავდეთ, ეს არის ორგანიზებულობა, სისტემურობა სტრატეგიაში ის რა თქვენ ჩამოყალიბდეთ, გულისხმობს იმ ტიპის საზოგადოების ფორმირება, სადაც ასეთი ტიპის ტოტალიტარული მართვის მოდელისთვის მექანიზმები იქნება მომზადებული და შექმნილი, ხო? არ უნდა იყოს თავისუფალი სივრცეები, უნივერსიტეტები ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, არ უნდა იყოს ისეთი ინსტიტუტებთან კომუნიკაცია, კავშირი დასავლურთან განსაკუთრებით, რომლებიც თავისუფლების იდეებს, ავტონომიურობას და ასეთი ტიპის იდეებზე დგას და ფუნქციონირებს. ამას მიყვებიან აბსოლუტურად გააზრებულად. მაგრამ საქმეში წარმატებულობის მიზეზი არის ის, რომ სისტემურად, თანმიმდევრულად, კონსისტენტურად, როგორც თქვენ თვლით, ამავე დროს და შესაბამის მექანიზმების გამოყენებით. აქეთ ამ მხრივ არის დიდი პრობლემები. და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათ შორის ამოტივტივდა ამ მხრივ რაღაც არც კონსენსუსი არსებობს და არც სისტემურობა. დებატების აუცილებლობასთან თავისთავად რო დებატები საჭიროა თავისუფალი საზოგადოებისთვის, ეს ზუსტად იმ თავისუფალი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს საზოგადოება. მაგრამ ის, რასაც ისინი ამ შემთხვევაში ოცნება უძახის დებატებს, მასში მონაწილეობის მიღება, წინააღმდეგობის მოძრაობის იქნება, აკადემიური საგანმანათლებლო წრეების იქნება, ეს თუ ოპოზიციის წარმომადგენლების, რამდენად გამართლებლად მიგაჩნიათ? ანუ ორივე მხარეს იყო ესეთი არგუმენტები, უნდა წასულიყვნენ თუ არა, უნდა მიგვეყო თუ არა ესეთ რაღაცაში მონაწილეობა და ანუ არ მინდა არავის გადაწყვეტილება განვსაჯო, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ რაღაცა, რაც ადამიანების თვალში მათივე ამომრჩევლის თვალში მათ მათ ამომრჩეველი ყავთ თუ უბრალოდ რაღაცნაირად ლოიალურობა შენარჩუნებული ხალხი, ამაზეც მინდა სხვათა შორის თქვა, არ ვიცი, მაგრამ იმათ თვალში რაღაცნაირ ლეგიტიმაციას უნარჩუნებს და თუ შენ მის მოედანზე თამაშობ ბურთს, მე მგონი, უბრალოდ წამგებიანი არის, ანუ წამგებიანი სვლა არის ამ შემთხვევაში მეორე მხარისთვის. ესეც არის, ანუ აი მე სტრატეგიულ ნაწილზე ვილაპარაკე და ტაქტიკური ნაწილი ხო როგორი აქვთ, რომ მაგალითად, ანუ ერთი ამ სტრატეგიის გამო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკა არის, რომ მუდმივად შეინარჩუნოს ეს რაღაცა თითქოს არ არის ავტორიტარი, თითქოს არავის არ ჩაგრავს, თითქოს პოლიტიკური მიზნებისთვის არ აკეთებს, რეებსაც აკეთებს და ხალხისთვის კარგი უნდა და ხალხის დიდი ნაწილი მის მხარეს არის. აი როგორ მოახდინა ახლა ამის სიმულაცია, უბრალოდ მაგალითად რომ მოვყვე, ხო? რატო
დაიწყოთ TSEU-ს და GPI-ს გაერთიანებით ლაპარაკი. ანუ როგორც წესი თუ დააკვირდებით ქართული ოცნებას აქვს ეგეთი ტაქტიკა, რომ ერთდროულად ორ სვლას გამოდის, ან ერთი წინ უსწრებს მეორეს. ამ ორი სვლიდან ერთი ცრუსვლა არის ხოლმე, რომელიც დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიტანენ თუ არ გაიტანენ და მერე იმას მოყვება ან იმ დროსვე გატარდება რაღაცას, რაც სინამდვილეში აინტერესებს. ეხლა ისევ ეს კანონების და რეფორმების და ცვლილებების უმეტესობა ემსახურება ჩემი აზრით იმას, რომ შენ ტერიტორია მოასუფთავო, რომ აი რაც ვთქვი, რომ აი მათ შორის რუსეთისთვისაც ფულის და დოვლათის და საკუთარი ძალაუფლების ბროკერირებისთვის მოსუფთავებული ველი გქონდეს, ხო? განათლებაც ამისი ნაწილი არის, იმიტომ რომ განათლება მაინც საბაზრო პრინციპზე დაფუძნებული არის ჩვენთან საუნივერსიტეტო, ძალიან ავტონომიური ველი არის და ნუ ეხლა ყველასთვის ცხადი არის, ხო, რომ ძირითადი წინააღმდეგობის კულტივირება და ისტორიულადაც ეგრე იყო, უნივერსიტეტებით და სტუდენტებით იწყებოდა ყოველთვის წინააღმდეგობა და ეხლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ესეთი საკვანძო უნივერსიტეტი, რომელიც ველი არის ამისთვის, მაგრამ როგორ გააკეთა ეს? ჯერ გამოვიდა და თქვა, რომ GPI და ანუ ყველამ ვიცოდით თან, რომ თავარი მიზანი აქვს, რომ ილია უნივერსიტეტი დახუროს, ერთ-ერთი პირველი მიზანი არის ეგ, მეორე რომ კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც ხელს უშლიან, ისინი ნელ-ნელა მოახრჩოს. ანუ სხვა შორის ახლა რო ვთქვა, ბოლო 14 წელია მე თავისუფალ უნივერსიტეტში მუდმივად ამ წნეხის ქვეშ ვართ ჩვენ, მაგრამ ავტორიზაცია, აკრედიტაციაც ხო და პირველი იყო და კი და იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ მოვიგეთ ეგ ბრძოლა, ამიტომ ესე ადვილად უკან არ მოგვიბრუნდებოდნენ, მაგრამ ხო და რომ ანუ ეს რაღაცა აი ხიჭვები ვით არიან, ხო ესენი. ეხლა რა ქნა გამოვიდა, ვინც ვისი საყვარელი ადგილი უნივერსიტეტები უნდა იყოს წესით, იმათ დაესხა თავს. ეხლა რა მოხდა მანდ, ხო, რომ და მაშინვე ვთქვი მე, რომ ეს ცრუსვლა არის მეთქი, იმიტომ რომ იმით რომ უკან დაიხია მერე, დაიბევა ლოიალობა იმ ხალხის, რომელიც ისედაც მის მხარეს იყო. და დრო დაიწყო პირდაპირ ილიას უნივერსიტეტით მაგალითად, ხო, და ისევ დაიწყებოდა წინააღმდეგობა, რომელიც ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში და უფრო ადვილად შეიქმნებოდა ილუზია, რომ მთელი აკადემიური სივრცე, იმიტომ რომ TSEU-ს პროფესორებიც, სტუდენტებიც არიან ამ პროტესტის ნაწილი, ხო, GPI-ს პროფესორებიც და სტუდენტებიც. ამიტომ მე ძალიან ძნელი იქნებოდა გამორჩევა. იქ ვიღაცა ერთ TSEU-ს დეკანს გამოიყვანდნენ და ალაპარაკებდნენ და იქ ვიღაცა GPI-ს, მაინც შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მთელი ინტელექტუალური ელიტა ამ ქვეყნის და აკადემიური სფერო არის წინააღმდეგობაში ამ რეფორმასთან და ოცნების გადაწყვეტილებასთან. ეხლა იმიტომ რომ პირიქით ქნა, ეს ხალხი დაიბევა ჯერ და მერე როცა მიდგა ილიას უნივერსიტეტს და ჩვენ ახლა უყურებთ პროტესტს, აიქნება განცდა, რომ ეს ილიას უნივერსიტეტის ხალხი უბრალოდ ბუინობს, იმიტომ რომ მათი ცუდი უნივერსიტეტი არ უნდათ რომ დაიხუროს, თორე სხვა პრობლემა არ არის და თუ ნახავთ, რა ვიცი, იმედზე შემომხვდა მე, ხა უშვებენ სიუჟეტებს, სადაც GPI სტუდენტები ლაპარაკობენ, რა სიხარული და ბედნიერება განიცადეს იმ მომენტში, როცა გამოაცხადა, რომ არ ერთიანდება ეს ორი უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ იქ უხურავს იმას TSEU-ს, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაკულტეტები რაც იყო, იმეებს აუქმებს იქ, ხო? ანუ სინამდვილეში არც დაიხია უკან, მაინც გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც უნდოდა, მაგრამ რაღაცა, ანუ ეს პოლარიზაციის ილუზია შექმნა და თან რაღაცა ლოიალური პუბლიკა ამავე სფეროში დაიბევა. ეს ეშვება, ანუ ზოგი არის კანონი, რომელიც ჩვენ გონია რომ რა, მაგალითად აი ხა მანქანების კანონი, ხო, რომელსაც აი თან რას აკეთებენ, რომ ყოველთვის პრეამბულად იყენებენ იმ ნარატივებს ან მოსაზრებებს, რომელიც ძალიან ფართოდ გავრცელებული არის საზოგადოებაში. ხო, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემაა და ამიტომ მაგალითად ჩვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც არ გეტყვის, რომ განათლება სჭირდება რეფორმა. ვერ ნახავთ, ეს ამით დაიწყო კობახიძემ გუშინ, რომ განათლების ჩვენ რეიტინგებში სადღაც არა ვართ. რომ მწირი რესურსი გვაქვს და რესურსის ოპტიმიზაცია გვჭირდება, ანუ
რეიტინგი ჩვენ გვაინტერესებს, თქვა, საერთაშორისო რეიტინგები. თქვენ ხოცებს რატო აინტერესებთ? ხო, ანუ თქვენს რომ საძაგელი გარყვნილი დასავლეთი და ევროპა არ გვინდაო, რა შეაინტერესებთ იმათ რეიტინგებში იქნებიან თუ არა? ეს ერთი. მეორე ესა, რა ქვია, მწირი რესურსი. მწირი რესურსი თუ არის, ან ბუნებაში ეგეთი კანონი არ არსებობს, რომ შენ მე ეს მწირი 4 პროფესორი არსებობს იურიდიულზე, ისეთიო კვალიფიციურიო და ეს 4 უნდა გაფანტო სხვადასხვა ქალაქებში? თუ რა უნდა უყო, ვერ გავიგე, ანუ რესურსი თუ მწირია, რესურსი მეტი უნდა ჩადო რაღაცაში, თუ გინდა რომ ის გაზარდო. ეხლა ჯერ თქვა რომ ცოტა პროფესორები არიან სიცხლის სამართალშიო, მერე თქვა რომ ძალიან ბევრი სტუდენტები არიანო და 700 იურისტი გვჭირდება. ანუ როგორ დათვალა რომ იურისტები საქმდებიან უამრავი მიმართულებით. მაგალითად, იურისტი, მათ შორის კობახიძე შეიძლება გახდეს პოლიტიკოსი და მე შეიძლება მინდოდეს რომ სოციოლოგიური დავამთავრო და მე ციფრულ მარკეტინგში ვიმუშაო. ანუ კობახიძემ უნდა გადამიწყვიტოს მე ჩემი პროფესიულ მობილობას როგორ განვახორციელებ. ანუ ფუნდამენტურად ეს არის. ბაზრის კვლევამ გვიკარნახა ეს. რა ბაზრის კვლევამ უკარნახა? ანუ მან დაითვალა რომ 700 ნოტარიუსი ჭირდება ქვეყანას და იურისტ შეიძლება უნდოდეს რომ იმუშაოს გაეროს ოფისში, NGO-ში, ანუ და შეიძლება რომ უნდოდეს რომ საერთოდ ისა ვენახი გააშენოს და მაგრამ ჭირდება თავისი იურიდიული ცოდნა იმისთვის რომ მაგალითად ადვილად ნავიგირებდეს. ანუ ჩემი არჩევანია მე რა განათლებას და ცოდნები არ არის ეგეთი რაღაცა დახშული და გამოყოფილი ერთმანეთისგან რომ უამრავი პროფესია. ანთროპოლოგები როგორ დაითვალა რამდენი გვჭირდება მაინც და მაინც. საერთოდ არ გვჭირდება ეგრე ანთროპოლოგი. არ არსებობს ეგეთი რაღაცა ბაზარი და ვაკანსია, რომელშიც გვჭირდება უამრავი ეგეთი პროფესია არის და თუ ნახავთ მაგალითად ამის საერთაშორისო სტატისტიკაც არსებობს, აი ჟონვის პროფესიულის, ხო, მაგალითად ფიზიკოსები, ძალიან წარმატებული ფიზიკოსები არიან ძალიან მდიდარი ხალხი, რომელიც იმიტომ რომ მე ბირჟაზე მიდიან, ფინანსებში მიდიან და ის ცოდნა არის, რომელიც ადგებათ ამისთვის. ანუ კობახიძემ როგორ უნდა დაუწესოს ახალგაზრდა ადამიანს თანამედროვე ეგეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში, რომ მე არ ვიცი ჩემ შულს რა უთხრა, რა ისწავლოს, რომ წარმატებული გამოვიდეს, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი, ანუ სამყარო ისეთნაირად იცვლება და ანუ ეს აი სრული აბსურდი არის. რა ვითომ არგუმენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ისევ რომ დაუბრუნდე რა საინფორმაციო ტაქტიკა აქვს, რომ ამოსავალ წერტილად იყენებენ იმას, რაზეც ყველა ვთანხმდებით. მათ შორის ჩვენ კი დავცინით ხოლმე ამ Deep State-ის და გლობალური ომის პარტიის მათ კონსპირაციულ თეორიებს, მაგრამ ესენიც არის ძალიან ფართოდ გავრცელებული, ზოგადად კონსპირაციის ნარატივები ძალიან ფართოდ გავრცელებული არის, იმიტომ რომ ძალაუფლება ეგეთი არ არის გამჭვირვალე, მით უმეტეს გეოპოლიტიკას როცა ეხება, ხო? და ჩვენში რაც არსებობს ესეთი კონკრეტული კონსპირაციის ნარატივები, სხვანაირად არის კიდე ფეხმოკიდებული, იმიტომ რომ განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის კოლაფსის მერე იმდენნაირი ბუნდოვანება იყო, რომ მაშინ ძალიან ფეხი მოიკიდა და ძალიან ბევრნაირმა კონსპირაციის ნარატივებმა დაიმკვიდრა საზოგადოებაში და იგი იყო რაღაც სამზარეულოში ლაპარაკის საგანიც და სიზმრების ინტერპრეტაციის საგანიც და ასე შემდეგ და ეს ბუნებრივი რაღაცა არის ადამიანებისთვის. იმიტომ რომ ადამიანებს ხანდახან უბრალოდ გრძნობელობით დონეზე აქვთ განცდა რომ ძალაუფლება ისეთი არ არის, როგორადაც ის თავს უსაღებს, მაგრამ ხანდახან სხვადასხვანაირ ამბებში თარგმნიან ამას და ეს განცდა რომ ამის მიღმა კიდევ რაღაც სხვა არის, ხო? ბევრნაირ თეორიაში შეიძლება გადაითარგმნოს. ამასაც ანუ ეკიდებიან იმას, რაც უკვე არის და მე იმაზე იქიდან ოღონდ ნახტომს აკეთებენ და სრულიად სხვა რაღაც. მაგალითად, გიორგი კალანდიამ თქვა, რომ ანუ განათლების რეფორმა რო გჭირდება, ვიცით ყველა, ოღონდ განათლების რეფორმის თვალსაზრისით, ანუ ჩვენ განათლებაში ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს საჯარო სკოლებში. ეცით რამდენ კრედიტს ხარჯავთ უნივერსიტეტები, რომ ანუ რაღაცნაირად ამოვავსოთ
და ვერც ვავსებთ ის ცოდნა, რომელიც სკოლაში უნდა მიიღოთ და არ იღებენ. ელემენტარულ უნარებზე ვლაპარაკობთ და ელემენტარულ ცოდნებზე. ძალიან ბევრ კრედიტს ვხარჯავთ და ეხლა მაგასაც ვეღარ ვიზავთ, იმიტომ რომ საბაკალავრო პროგრამებს 3 წლამდე ამცირებენ. ანუ ჯერ ეგეც არ გითხრეს ზუსტად რამდენზე ამცირებენ და როგორ, მაგრამ მაგის ადგილიც აღარ იქნება. და თუ საგანმანათლებლო რეფორმა იყოს საჭირო, სკოლებით რატო არ დაიწყეს? ანუ ჩვენ უნივერსიტეტებში არა გვაქვს პრობლემა, არაჩვეულებრივი პროგრამები. სკოლები დაიწყეს შეამცირეს 1 წელი. ხო, კიდევ უარესი. რადგან დრო თითქმის ამოგვეწურა შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან საინტერესო აღწერეთ, როგორ აღწევენ ტექნოლოგიურად თავიანთ მიზნებს. ორიოდე სიტყვა იქნებ მოვასწროთ და ვთქვათ იმაზე, რა უნდა უპირისპირდებოდეს ამას. მე მგონია, რომ ნებისმიერი ვთქვათ რევოლუციური მოძრაობისთვის ორი რაღაცა არის მნიშვნელოვანი. ერთი და პირველი ეგ უნდა იყოს აუცილებლად საინფორმაციო ომის მოგება და საინფორმაციო ომი არ არის ფაქტების წინააღმდეგ. ანუ იმიტომ რომ ხშირად მაგალითად პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიაც აშენებს, როგორც ახლა ვთქვი, ნამდვილ ინფორმაციაზე. ხანდახან პროპაგანდის 80% არის სიმართლე ან საყოველთაოდ გაზიარებული რაღაც, მაგრამ რიტორიკული ომის მოგება ნიშნავს, რომ შენ უკეთესი ნარატივი გაქვს. ნარატივი არის ის, რაც ერთი ხსნის რეალობას, ანუ გეუბნება რა ხდება. ყველა კომპონენტში, გეოპოლიტიკაში, ქვეყანაში ასე შემდეგ და კარნახობს ერთი რა არის სწორი ქმედება და გეუბნება როგორ შეიძლება ეს სცენარი განვითარდეს. ანუ დასასრულია. დასასრულს კარნახობს. ეგეთი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს მარტო ასპირაციული რაღაცა ეს, რომ დასავლეთში გვინდა და დემოკრატია გვინდა, მაგრამ რა ხდება ამ ბუნდოვანებაში გეოპოლიტიკურში, რომელშიც ვართ, რა ადგილი უნდა მოვიპოვოთ, როგორ გავაღწიოთ თავ. მოკლედ მე მგონია, რომ ამ საინფორმაციო ბრძოლა არც დაგვიწყია. ანუ ნარატივის ფორმირება პირველ რიგის ამოცანა არის თარგის სიტყვა. კი, და მაგისი პროპაგანდა. ფუძეში ასე ვთქვათ, მაგრამ თარგი, ნარატივი, ანუ ქართულად თარგი კიდევ უფრო ის არის, მაგრამ ეს ერთი, რაც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რა უნდა მოსდევდეს ამას უკვე ინსტრუმენტების, მექანიზმის თვალსაზრისით. ან ვინ უნდა ჩამოვაყალიბოს ეს ნარატივები, ეს თარგი? ну ძალიან ეგეთ დროს ოპოზიციის გაერთიანების რაღაცა ისეთ თამაშობს ხოლმე პოლიტიკური გაცვეთილ თემაზე არ მინდა ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, ანუ იმდენად პოლიტიკაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ვიღაცა უნდა აკეთებდეს, ვიღაცები უნდა აკეთებდნენ და შემდეგ ინსტრუმენტიც აქედან უნდა ამოიზარდოს რაღაც, ხო? თორე ახლა ჯერჯერობით ფორმულა პირველი კავკასია ვახერხებთ, რომ ვიარსებობთ მაგალითად, ხო? არის უზარმაზარი არმია ადამიანებისა, რომლებიც თავიანთი ენთუზიაზმით სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ახლაც არ აკლებენ ცდელობას, რომ შეეწინააღმდეგონ სახელმწიფო რეჟიმის ნარატივებს. მაგრამ როგორ შეიძლება მიეცეს ამას უფრო მეტად ორგანიზებული სახე და სისტემური სახე? არ ვიცი რაღაც ყოველთვის მაგისი ბირთვი ალბათ არის ხოლმე, როცა პოლიტიკური კლასი არსებობს ან პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელიც ხანგრძლივ გეგმას სახავს ამის კეთების. და არა რომ აი ხლა მაგის დრო არ არის და ეხლა უცებ შევკოციწდეთ რაღაცაები, კონცერტები გავმართოთ და მერე რო არ გამოვა, მერე დავიშალოთ, თან დავხოცოთ ერთმანეთი და ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი ჯერჯერობით აქამდე ეგეთი იყო, ხო? ანუ მეთოდურობა არ გააჩნია და ეს დოქტრინა აქვს, ორი დოქტრინა აქვს ჩემი აზრით. ერთი, რომ ეხლა მაგის დრო არ არის, მეორე არის ბოლომდე, რომელიც რაღაც ბუნდოვან უბრალოდ წარმატებას და ტრიუმფს გპირდება, მაგრამ არ გაძლევს სცენარს ამისას. და შეიძლება მესამეც არის, რომ ნაციკოცი ერთია, რომელიც ასევე და ანუ ამ ბრძოლაში, ინფორმაციულ ბრძოლაში ეგ არის ჩვენთვის დამღუპველი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ შენ აძლევს საშუალებას ქართულ ოცნებას, რომ ნებისმიერი პროცესის უკან დაგახვედროს ბუა, რომელიც ნაცი არის. მაგალითად, ეხლა სიკო ჯანაშიას გაშავების კამპანია ეგრე დაიწყო, რომ ეს ანუ და უსასრულოდ იპოვის ადამიანებს, რომლებიც რაღაცა ფორმით ნაცი აღმოჩნდება. ანუ ეს არასოდეს არ დამთავრდება. ამიტომ სანამ ჩვენ თვითონ არ გავთავისუფლდებით ამ იარლიყის შიშისგან, ხო, მუდმივად ამ ტაქტიკით მოგვერევა. ნუ მეორე, რა თქმა უნდა, არის ფიზიკური ძალა, ანუ თავარი ინსტრუმენტი გარდა ინფორმაციული ომისა, რომელიც ესეთ ავტორიტარულ რეჟიმს აქვს, არის ძალადობის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს, ხო? ანუ
აქვს პოლიცია და ამათ ყოველ შემთხვევაში ჯარი ჩვენ არ აქვს და აქვს პოლიცია რაღაცა და რაღაცა გაუგებარი დაჯგუფებები. მაგრამ თავის ფუნქციით. ხო, რომელსაც ანუ ძალა მორევაზე არის, ძალას შეიძლება ძალით მოერიო, მაგრამ ამისთვის არმია უნდა ყავდეს და მეორე მხარეს ეს არ აქვს, მაგრამ ასეთი ძალის დემორალიზებაც შეიძლება და მაგის წინაპირობა არის ის, რაც პირველი ვთქვი ჩემი აზრით, ამიტომ შენ თუ ამ იერარქიას არ ღო და მათი სუსტი წერტილი ესეთი ავტორიტარული რეჟიმების არის ის, რომ თავისივე ძალოვან სტრუქტურებშიც და ზოგადად ძალაუფლებრივ სტრუქტურებში მუდმივად აქვს დაპირისპირება, იმიტომ რომ ძალადობაზე დაფუძნებულია და ვიღაცამ უნდა ჩაგროს. მე იმას ციხეში ჩასვავენ, მე ახალი გამოვა ის იმას დაჩაგრავს და ეს არის პოტენციურად სუსტი წერტილი ასეთი ავტორიტარული რეჟიმების, რომელიც შეიძლება რომ მათ იერარქიაში და მათ სისტემაში წყალი შეიყვანო დემორალიზებით. იმიტომ რომ სანამ მათ ძალოვანებს ჯერათ რომ მაინც სწორ მხარეს დგანან, მაინც ქვეყანას მშვიდობისთვის იცავენ, მაინც საბოტაჟნიკებს ანეიტრალებენ, აი ტროტუარზე რო ფეხს ჩამოდგავს ან ხლაპუშკას რო ისვრის სტუდენტი რო ის მოღალატე არის, სანამ ჯერა იქნება იქ სადაც არის, მაგრამ თუ ეჭვი შეეპარა ამაში მე მგონი რომ ეგეთი იერარქიები ეგრე ირღვევა მე. ნუ ძალიან დიდი მადლობა.